ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ ქართველია, უნდა შეეძლოს ის, რომ რაღაცა მსხვერპლი გაიყოს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვთხოვთ რაღაც მიზერულ მსხვერპლს მოგების სახით, რომ გაიყინოს ელემენტარულად ცესხებზე პროცენტი და გადასახადი იმ პერიოდშიც, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ქვეყნის შენარჩუნებას. გაუმარჯოს საქართველოს! ძალიან რთულია მოთხოვო გაფიცვა და შეწყვიტოს რაღაც მუშაობა, მაშინ როდესაც ეს ისედაც რაღაც კოლოსალურ პროცენტებში აღებული სესხი კიდევ უფრო გაუმრავლდეს და კიდევ უფრო გაეზარდოს, ხო? ამიტომ უმნიშვნელოვანესია ბანკების მხარდაჭერა და მხარში დგომა ამ პროცესში. აქვთ სურვილი, ძალიან კარგია რომ აქვთ ამისი სურვილი, იმიტომ რომ ალბათ იაზრებენ რომ მომავალში მათაც შეექმნებათ პრობლემა, ხო, ამ რეჟიმის პირობებში. მაგრამ ეს მხარდაჭერა უნდა იყოს უფრო მეტად ქმედითი, ხო? ანუ რაღაც სოლიდარობა სხვა რაღაცაა და ქვემოქმედება სხვა რაღაცა, ხო? ქვემოქმედება ვერ იქნება სოლიდარობა. არ დამყარდეს ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი, გაათავისუფლონ რეჟიმის ტყვეები და ანუ არ მოხდეს ამ ქვეყნის იმ ტიპის იზოლაცია, რომ ანუ ერთადერთი გზა ჩვენ რაც დაგჭირდება იქნება რუსეთი. დღეს ახლა რატომაც ვარ ამდენი ადამიანი და უფრო მეტი რომ უნდა ვიყოს და უფრო აქტიურად ვაპარაკობდეთ ამ საკითხებზე. სწორედ ამის უკან დგას ეგეთი პრობლემა, რომლის ნაწილი მეც ვიყავი და ალბათ ბევრი ჩვენგანი, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ გავიაზრეთ რა როლი აქვს ეკონომიკას საზოგადოების ცხოვრებაში. და დღეს რომ ბანკები არ გვიდგას ჩვენ გვერდით და ეხლა რომ ვიწყებთ პროტესტს ამასთან დაკავშირებით, როცა ეს დაგვეწყო დიდი ხნით ადრე, სწორედ ამის უკან დგას ეს. ამიტომ ყველას, ვინც ახლა ამას ვიდეოში ნახულობს და აქ არ არის, უფრო იმ ხალხს მიმართავ. მეგობრებო, გამოფხიზდით მართლა, გაიაზრეთ რა როლი უჭირავს ბანკებს ჩვენ საზოგადოების ცხოვრებაში. თუკი ჩვენ მაგალითად ვთხოვთ სხვა ბიზნესს, რომ მათ უარი თქვა მოგებაზე და გვერდში დაგვიდგნენ, ბანკის არის წარმოიდგინე უფრო მეტ ხარისხში აყვანილი კომპანია, ასე ვთქვათ, რომელიც მოგებაზე არის ორიენტირებული. ისინი წელიწადში ნახულობენ მილიარდამდე წმინდა მოგებას. წარმოგიდგენთ რამხელა თანხა არის ღარიბ ქვეყანაში ესეთი რაღაც, ხო? თუკი ჩვენ ვთხოვთ რაღაც კაფეს ან რესტორანს, რომ მათ მოგებაზე უარი თქვან, რატო არ შეგვიძლია ჩვენაც იგივე რაღაც მოვთხოვოთ ბანკს, ხო? რა გაუკეთა ქართულმა ოცნებამ საჯარო სექტორს ამ დღეებში? ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩუმად მიიღო ახალი რეგულაციები კანონში, სადაც ამ ხალხზე პირდაპირი წლებში ხორციელდება უკვე, სადაც შეუძლია ვიღაცას არ მოეწონა და უბრალოდ გაგაგდონ სამსახურიდან ან გაგიყინონ ხელფასი. ჩვენ, რომლებიც ვაპროტესტებთ, უამრავ ძალიან დიდი ნაწილი კიდევ პრივილეგირებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ 5 სამსახურში ვმუშაობთ და პროტესტების მერე სახლში წასვლა და ღამეების თენება გვიწევს, რომ გამოვიდეთ და ნიღბები ვიყიდოთ და გავდგეთ რუსთაველზე. წარმოიდგინეთ საჯარო სექტორი, რომელსაც კაპიკებს უხდიან, რომლებსაც პირდაპირ ემუქრებიან და პირდაპირ წლეხაა მათსა და საერთოდ წმენდაზე ლაპარაკობს ქართული ოცნება, რა დღეში არიან. ხო? არსებობს უამრავი ადამიანი, ვინც სახლში ზის და უყურებს რუსთაველზე ამ პროცესებს და უნდა გამოსვა და ვერ გამოდის, იმიტომ რომ ვალები აღჭობს, იმიტომ რომ ვერ მკურნალობს ისე, რომ ბანკიცვალი არ ქონდეს. ჩვენ მოვდივართ მწყობრად ერთად, უკან რჩება მკვეთრი კვალი. გაახილეთ უზამართლობაზე თვალი, დაიცავი მომავალი, აღასრულე სამართალი, დღეს ეს არის შენი ვალი. ხშირად ცდილობენ, რომ დაყონოს საზოგადოება არის გახლეჩილი 2 თუ 3. არაფერი გახლეჩვა აქ არ არის, აქ არის მარტივი ადამიანური საკითხი, როდესაც 100,000-ობით ადამიანს სჭირდებათ ეხლა მხარდაჭერა, რომ იყვნენ ჩართული პროტესტში, გაიფიცონ და უფრო აქტიურები იყვნენ. ეს არის უმარტივესი. მე მგონი ამის გაგება არავის არ უნდა უჭირდეთ, მათ შორის იმას, ვისაც ბოლო დღეებში ეს უჭირდათ. ამიტომ აქაც მოუწოდებ TBC ბანკს, ვისაც მე ინდივიდუალურად უკვე მივმართე, რომ მიიღონ შესაბამისი მზომები, მოусმინონ ხალხს და გადაავადონ ეს სესხები. მე მგონი კიდე ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტისგან, მე ვიტყოდი იმ ევროპული სტანდარტისგან, რომლითაც ბანკებზე უნდა ვილაპარაკოთ საქართველოში და როგორც ბანკებს უნდა მოვექცეთ საქართველოში, ევროპული ცინიკურად აქ რა თქმა უნდა, ხო და ჩვენ რა თქმა უნდა აქ შეკრებილები ყველა ვეთანხმებით ამას, რომ ამუკა ხაზარაძე არის მევახში, ხო? ეხლა გადმოვიდეთ დანიშნულების ადგილზე. ეს არის Liberty ბანკი,
რომლის მფლობელიც არის მოგეხსენებათ ირაკლი რუხაძე, ესე იგი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოლიგარქი და აი მამუკა ხაზარაძე ხო თავის ფულს აპროცენტებს, ხო, იმ ადამიანებზე, ვინც მიდიან მასთან, ხო, ბანკში. რას აპროცენტებს ირაკლი რუხაძე? აი ჩვენ ყველანი პოლიციელები, რომლებიც მუშაობენ, სხვათა შორის ის სპეცრაზმელებიც, რომლებიც გვარბევენ, ხო? ხელფას რო იღებენ, იქიდან რაღაცა ნაწილი მიდის, რომ პენსიები გადაუხადოთ მოხუცებს, ხო? ანუ ჩვენ ვინახავთ ამ მოხუცებს, იმიტომ რომ ისინი ვეღარ ახერხებენ მუშაობას, ხო? აი ესეთი სიტუაციაა, ხო? და იმის მაგივრად რომ ეს პენსია მიდიოდეს ამ მოხუცებთან პირდაპირ, ეს პენსია ჯერ მიდის ირაკლი რუხაძეს ხელში და ირაკლი რუხაძე სანამ დაურიგებს ამ პენსიას პენსიონერებს, ხალხო აპროცენტიან ვალში აძლევს ჩვენს მიერ გადახდით ფულს ჩვენს ბებიებს. აი ეს ხო ხდება ამ ქვეყანაში. ესეც ჩვენმა ბებიებმა, იმ სპეცრაზმელების ბებიებმა 300 ლარს რო აიღებენ, მერე უნდა დაუბრუნონ ირაკლი რუხაძეს 350 ლარი, ხო? ეს 50 ლარი საიდან უნდა მოიტანოს ამ პენსიონერმა, ხო? იმიტომ არის პენსიაზე რომ არ მუშაობს, ხო? ამოდის ისევ ამ ოჯახებიდან, ხო? ეს ფული ისევ შედის ირაკლი რუხაძესთან. ეს ფული მიემართება ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ მედია TV იმედში, რომ ჩვენმა ბებიებმა უყუროთ ცეკვავენ ვარსკვლავებს და არ უყურონ იმას, რა ხდება ქვეყანაში. აი ეს არის სიტუაცია, ხო? აქ ანუ ხალხო მევახშეობა, კი არა, აქ არის მევახშეობა კვადრატში. აქ არის მევახშეობა ჩვენი ფულის გაპროცენტება ჩვენს უმწეო ბებიებზე და ბაბუებზე, მერე აი ამ ამოღებული პროცენტებით პროპაგანდის და ვირტუალური რეალობის აი ამ თავისი ტელეტიტუშკების დაფინანსება რა. აქ გვეუბნებიან რომ აი აქციების დარბევა ხდება ევროპულზე, მაგალითად მე არ ვიცი ახლა ეს რა სულ ფეხებზე მკიდია ევროპაში არის თუ სად არის ეგეთი სტანდარტი რომ ხელმორკილია დადებული ადამიანის ცემა თუ რამე სტანდარტი არის, რა ვიცი, ეს არის ყველა ეგეთი ქვეყანა დაავადებული არის, სადაც ეს ხდება და ყველას დახმარება ჭირდება და აი ბანკებთან მოპყრობის ევროპული სტანდარტი როგორი არის, მაშინ ეს უნდა დავსვათ ჩვენ ეს კითხვა რა. ჩვენ როგორი წესიერი ხალხი ვართ, ხალხო როგორი მშვიდობიანი ხალხი ვართ, ესე იგი რომ მოვდივართ და კიდევ ვეხვეწებით აი ამათ ვინც აღწერეთ ახლა ჩვენ რა და კიდე ამ სხვა ბანკის მფლობელებს, ხო? სინამდვილეში ხალხო ამ ბანკებზე უნდა გაბრაზდეს ეს ხალხი და აგრესია უნდა გადმოიტანოს ამ ბანკებზე რაღაცა მომენტში რა. იმიტომ რომ სხვანაირად ესე იგი როგორი სიტუაცია არის რომ ჩაგდებულიყავთ ანუ მთელი ქვეყანა ხელში ამ გაპროცენტებული ფულით ხდება მერე პოლიტიკის დაფინანსება ქვეყანაში, ხო? და ფაქტიურად სამეუახშეო კაპიტალის გამოყენებით იმართება ქვეყანა რა. ამიტომ მე მოგიწოდებთ მოკლედ რა რომ აი საკითხი რაღაცნაირად უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში კიდევ უფრო მომთხოვნით ონით სანამ ჩვენ შეგვიძლია რა შეიძლება ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არ არის რაღაცეები რომ გაიაზროს რა. მაგრამ ბოლო გარდაუვალი არის რა რომ ამ ხალხმა ჯიბეზე უნდა გაიკრას ხელი და მარტო ეხლა ვინც იფიცება იმათთან კი არა აქვთ ამათ ვალი აქვს ჩვენს ბებია ბაბუებთან და მთელ თაობებთან აქვთ ეს ვალი რა. დიდი მადლობა მოკლედ.